ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, რის გამოც მოგვართავენ ხოლმე, იმიტომ რომ ორგანიზაციები, რომლებიც სისტემაში, პროგრამაში არ მუშაობენ, ბუნებრივია Excel-ში მუშაობენ და იქ აქვთ მოწყობილი თავიანთი სამუშაო გარემო. რაც მონაცემთა ბაზებს წვდომას სხვადასხვა ადამიანებს აძლევს და გადმოტვირთვა ძალიან მარტივი არის. ამიტომ უნდა გქონდეთ სისტემა. სისტემაში მუშაობის შემთხვევაში მონაცემები დაცული არის, წვდომების გადანაწილება შეიძლება, ანუ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ვინ რას როდის ხედავდეს და ასევე რა თქმა უნდა ლოგებიც ინახება. თუ ვინმე სადმე რამე შეცვალა, ლოგის სახით გვაქვს ეს მონაცემები. ამიტომ Excel-ში თუ მუშაობს თანამშრომელი, თქვენი გუნდის წევრი, ის თუ სხვაგან მიდის, მაგალითად კონკურენტ კომპანიაში, შეუძლია რომ ჩამოტვირთოს და წაიღოს. შეიძლება ამ ჩამოტვირთვის შესახებ ვერც კი გაიგოთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები სისტემაში მუშაობენ, ჯერ ეს ერთი ვერ ჩამოტვირთავს, იმიტომ რომ უთიშავთ ამ ფუნქციას და თუ ჩამოტვირთვა მის შესახებ ლოგი გვაქვს და მონაცემები, რომელზეც წვდომა აქვს, შეზღუდული არის. ანუ თუ თქვათ რამენაირად გადმოიტანა ეს ინფორმაცია მასთან, მხოლოდ იმ დონით გადმოიტანს, რადგანაც მას აქვს წვდომა და არა მთლიან ბაზას.